დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საპარლამენტო სიების და გუნდის განახლების შესახებ პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი ექს-პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ რადიკალური ცვლილებების მისაღწევად პროცესში მეტი ახალი სახე უნდა ჩაერთოს. ნიკა მელიაკი ამბობს, რომ გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობებზე. Ჩემთვის გასაგებია, რატო ჩამოვარდა ეხლა სიებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველა ხედავს ეხლა რომ საპარლამენტო სამწუხაროდ წარმომადგენლობა როგორ გამოირჩევა. ფაქტურად უმოქმედოა და პოლიტიკურ ამინც ეხლა პარლამენტში როდესაც ვერ ქმნიდა დარბაზში შესვლის გეშინია, რომ ელემენტარულად პასუხი გასცე იმ მსგავსობას, რასაც კადრულობს მართველი გუნდი. ამან განაპირობა, რომ ჭირდება ამას ახალი სისხლი და ისეთი ადამიანები ჭირდებიან, რომლებიც ბრძოლაში ჩართულები იქნებიან, ხო? მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კაფიოდ თქვა, რომ ნებისმიერი შიდა პარტიული აი ეს ბურხლი შიდა პარტიული არეულობა და მცდელობა შიდა პარტიული გაუგებრობების არის ის, რაც უნდა დასრულდეს. და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს ამ შიდა პარტიულ არეულობას, მოუწოდა, რომ თუ რაღაც არ მოწონთ ამ პარტიაში, შეუძლია წავიდნენ. მისი ბოლო სტატუსი, რომელიც ასევე ნიკა მელიას ეხებოდა, შეუძლიათ ამ ადამიანებს ჩათვალონ, როგორც ბოლო გაფრთხილება და ბოლო მოწოდება ერთიანობისკენ. ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე საკითხებს წყვეტენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მართალი გითხრა, მე არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია რა ხდება. რატომ იწერება ეს ერთადერთი თუ ის პოსტი მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ ვამბობ ციხის პირობებთან შედარებით საუკეთესო კომუნიკაცია აქვს მედიასთან არ გაუჭირდება ახსნას და გახსნას ბრჭყალები რას გულისხმობს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალური ოპოზიცია დიდი ხნის მანძილზე ასპონსორებდა რადიკალიზმს და პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში მაგრამ ეს ვერ შეძლეს და ეხლა საკუთარ რიგებში ახდენენ მის სპონსორობას და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან რაც უფრო პოლარიზებული იქნება ნაციონალური მოძრაობა შიგნით, მით უფრო დაცლილი იქნება პოლარიზაციისგან ქართული პოლიტიკა და ფაქტობრივად ეს რეკომენდაციაც სამხრივ იქნება შესრულებული. 12 წელია დაახლოებით ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის რანგში ისეა გამწარებული ყველაფერზე, რომ ყოველი მისი ნაბიჯი არის თვითდესტრუქციული. მათი ველადი მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს გამოდის და ამბობს, რომ არავის არ ენდობა და ყველა ვინც პოლიტიკაში აქამდე ყოფილა ნაციონალური მოძრაობიდან უნდა გაიწიონ და გზა დაუთმან უცნობ სახეებს და მეორე დღეს გამოდის და თავისივე ნათქვამს აბსოლუტურად უარყოფს და ამბობს, რომ ნიკა მელიასის წამს არ იცის გამოსავალი რა არის. არც ამ პარტიის ბელადმა და არც ამ პარტიამ და მეორე რომ ეს ადამიანი თან არც ერთ თავის თანაგუნდელს აღარ ენდობა და თან მეორეს მხრივ ხვდება, რომ კაციშვილს არ გაახსენდება, ესენის თუ გაანაწყენა და ხან ერთს ამბობს, ხან მეორე.